მოგესალმებით კოლეგებო, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხომას გახსნილად ვაცხადებ. დღეს კოლეგებო გვექნება 5 საკითხი განსახილველი. შემდეგი საკითხებია, მე ხა დღის წესრიგს გეტყვით და შემდეგ კენჭი უყაროთ დღის წესრიგს. პირველი საკითხი გახლავთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტების რეგისტრაციის საკითხის განხილვა. შემდგომ ეს არის საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა. მესამე საკითხად არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა. შემდგომ ეს არის მეოთხე საკითხი 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობის და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა და ბოლო საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა. პირველ რიგში მხარი დაუჭიროთ დღის წესრიგში ამ საკითხებს. მადლობა. დავწყოთ განხილვა. პირველი საკითხი ეს არის ის განცხადება, რომლითაც მოგმართეს დეპუტატებმა და მათ მოითხოვეს შესაბამისად პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია. ეს არის ევროპელი სოციალისტები. მე თქვენ გაგაცნობთ დასკვნის პროექტს, რომელსაც შემდგომ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერის შემთხვევაში წარუდგენთ ჩვენ პარლამენტის ბიუროს. ეს არის შემდეგი შინაარსის, რომ ჩვენს კომიტეტს განცხადებით მომართა ჯგუფმა დაერქვათ ევროპელი სოციალისტები რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისი თანდათანობით მასალები არის შემოსული პარლამენტში. ჩვენ შევამოწმეთ პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები და ეს მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მოხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად არის ყველა წინა პირობა, რომ ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტების რეგისტრაციას დაუჭიროთ მხარი. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები თუ გავთხოვთ განვიხილოთ ეს საკითხი თუ არა და კენჭისყრაზე ვაყენებ ამ საკითხს და გთხოვთ დავუჭიროთ მხარი. მადლობა. პირველი საკითხი განხილულია. მეორე საკითხი ეს არის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო მოვლენების ფონზე, როდესაც 59 საქართველოს პარლამენტის შეუწყდა პარლამენტის უფლებამოსილება მათივე განცხადების საფუძველზე. ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში უკვე ხდება და იმის გათვალისწინებით, რომ არის ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ევროპელი სოციალისტები, ხდება შესაბამისი კვოტების გადანაწილება იმ ფარგლებში, იმ რაოდენობის ფარგლებში, რაც არის კომიტეტებში განსაზღვრული თავიდანვე, ასე რომ წარმოდგენილია ეს თანდართულ მასალებში, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საკითხს და კითხვების შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. ასეთი საარსებობის პირობებში გთხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ საკითხს. დიდი მადლობა. მეორე საკითხიც განხილულია. შემდგომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საპარლამენტო კომისია. წევრთა რაოდენობა 16. აქაც ანალოგიურად იმის გათვალისწინებით, რომ მოხდა კონფიგურაციის ცვლილება, შეიქმნა ახალი ჯგუფი, ასევე იქნა 59 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დაკმაყოფილებული პარლამენტის მიერ, იქნა შესაბამისად კვოტები გადანაწილებული, არის წარმოდგენილი ეს დოკუმენტი, გაგზავნოთ 8 წევრი აქ არის გათვალისწინებული ქართული ოცნებისთვის, 3 წევრი არის ხალხის ძალა, პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტები 1 წევრი და კიდევ დამატებით 4 წევრი, რომელიც მოიაზრება როგორც უფრაქციო პარლამენტის წევრები. ეს არის ის ჯგუფი ოპოზიციის, რომელთაც
არ დაუწერიათ ჯერ განცხადება, ანუ არ მოუმართავთ პარლამენტისთვის უფლებების შეწყვეტაზე და შესაბამისად ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, თუ კი ისინი შემოვლენ პარლამენტში და გაამართლებენ იმ ნდობას, რომელიც მათმა მომრჩეველმა ოპოზიციას მიცა, ბუნებრივია, რომ ისინი ადეკვატურად აითვისებენ იმ კვოტის ადგილებს, იმ კვოტას, რომელიც იქნება გათვალისწინებული ამ კომისიაში. კითხვების შემთხვევაში, პოზიციების შემთხვევაში გაგცემთ პასუხს, თუ არა და შეგვიძლია მხარი დავიჭიროთ ამ საკითხს. დიდი მადლობა. საკითხიც განხილულია. შემდგომ მეოთხე საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა 2013-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც რაოდენობა ჩვენ უნდა გადავანაწილოთ და პროპორციები, კვოტების შესაბამისად განსაზღვროთ კვოტები. ამას გვალდებულებს ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, არის ვალდებულება მოგეხსენებათ გათვალისწინებული პარიტეტის არსებობის და არის წარმოდგენილი შემოთავაზება ასეთი პარიტეტით, რომ იყოს ფრაქცია ქართული ოცნება 5 წევრით წარმოდგენილი, ანუ უმრავლესობა 5 წევრით, შესაბამისად შემდგომი ოპოზიციური ნაწილი 2 წევრი ხალხის ძალა, 1 ევროპელი სოციალისტები და აქაც 2 წევრი უფრაქციო პარლამენტის წევრებს დარჩებათ იგივე ოპოზიციურ ფლანგს, რომელიც ჯერჯერობით არ არის პარლამენტში შემოსული, თუმცა მათი სურვილიც არ არის ასევე ნათელი, რას აპირებენ სამომავლოდ. ასე რომ მათი პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში მათ ექნებათ სრული შესაძლებლობა 2 წევრით შეავსონ ეს კვოტა ამ კომისიაში. კითხვები თუ არის, თუ არა და ხარი დავიჭიროთ ამ საკითხს, ვინ არის მომხრე? მიღებულია ერთხმად. მადლობა და ბოლო საკითხი არის უკვე მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განსაზღვრა, რომელიც ანალოგიურად არის გამოწვეული იმ ცვლილებებით, რაც ბოლოს განხორციელდა კერძოდ 59 წევრისთვის მათი განცხადებების დაკმაყოფილება პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ასევე ახალი ჯგუფის შექმნა პოლიტიკური ჯგუფის შექმნა პარლამენტში. არის წარმოდგენილი თუ თანდართულ მასალებში, შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ არის კითხვები მზად ვარ უპასუხო, თუ არა და შეგვიძლია ამას სამ საკითხსაც დავუჭიროთ მხარი. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა, განხილულია ყველა საკითხი. მადლობას გადაგიხდით კომიტეტის წევრებს ბრძანებისთვის, განხილვისთვის და კომიტეტის სტომას დახურულად ვაცხადებ.